ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა სულ ცოტა 35 საუკუნეს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთის ამჟამინდელი ტერიტორია უწყვეტად შედიოდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ან ცალკეული პოლიტიკური ერთეულების შემადგენლობაში. ისტორიული წყაროების მიხედვით, წინა ანტიკურ და ელინისტურ ხანაში აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად მოქცეულია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში და ქართული მოდგმის ტომებითაა დასახლებული. ანტიკური წყაროების ცნობით, კოლხეთის სამეფოს შემდეგ აფხაზეთის ტერიტორია ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში შედის. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეების მიჯნაზე, არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე დამოუკიდებელი ფეოდალური სამეფო სამთავრო: ტაო-კლარჯეთის, ქართლის, კახეთის, ჰერეთისა და აფხაზეთის სამეფოები. ამ უკანასკნელმა დაახლოებით 2 საუკუნე ნახევარი იარსება. ეს რეგიონი მხოლოდ ქართული პოლიტიკური ერთეული იყო, მხოლოდ ქართული ენით, ტრადიციითა და კულტურით. ქართული ენის წამყვან როლს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აფხაზეთშია დაწერილი ქართულენოვანი ჰიმნოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული თხზულებების უმთავრესი ნაწილი. სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, აფხაზეთში მდებარე მრავალი ხუროთმოძღვრების ძეგლი სრულად ქართული ორიენტაციისაა. სწორედ ამიტომაა, რომ იმდროინდელ არქეოლოგიურ თუ წერილობით წყაროებში ქართველების გარდა ვერსად შეხვდებით სხვა ეთნოსის კვალს, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ბერძნულ და არაბულ წარწერას, რომლებიც მათი გავლენის შედეგად დამკვიდრდა სახელმწიფოში. უფრო მეტიც, მე-11 საუკუნეში აფხაზთა მეფის დაკვეთით სამეფო კარზე დაიწერა მეფეთა გენეალოგიური ნუსხა, აფხაზთა მეფეთ დივანი, რომელიც ასევე ქართულ ენაზეა შედგენილი. ამას გარდა, აფხაზეთის სამეფო კარმა და მისმა დიდგვაროვნებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს გაერთიანების პროცესში. აფხაზეთი ერთიანი ქართული სახელმწიფოს საფუძველი გახდა. ამიტომაა, რომ ქართველ მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილას მეფე აფხაზთა არის. ცხადია, აფხაზი ისეთივე ქართველია, როგორც კახელი, ქართლელი, მეგრელი, სვანი, აჭარელი და სხვა. აფხაზეთში არაქართული მოსახლეობის, მათ შორის ჩრდილოკავკასიური ხალხის პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეობის კვალი არ შემორჩენილა. აღნიშნულ რეგიონში მიგრაციების დიდი სერიები მონღოლთა 100-წლოვან ბატონობასა და მის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა. სახელმწიფოს ამ მდგომარეობაში ჩავარდნით ისარგებლეს კავკასიონის ქედს მიღმა მყოფმა მთიელებმა, რომლებმაც ქვეყნის შიდა ტერიტორიებში გამუდმებული თავდასხმები დაიწყეს. ეს პროცესი, რომელიც ქართულ საისტორიო წყაროებში ღვთის ჩამოწოლის სახელითაა ცნობილი, მთელ სახელმწიფოში მიმდინარეობდა. კახეთს ლეკები მოედო, შიდა ქართლს ალანოსები, ხოლო აფხაზეთში ადიღეური ტომები ჩასახდნენ. დარბეული და დასუსტებული ქართული სახელმწიფოები მათ სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდა. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქართველი მეფეები და თავადები ზოგჯერ თვით იწვევდნენ მონათესავე ჩრდილოკავკასიელ ხალხებს თავიანთ სამეფო სამთავროებში, რაც გამუდმებულმა შემოსევებმა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებამ განაპირობა. საქართველოს, რომელმაც შეიკედლა ჩრდილოკავკასიიდან დევნილი ხალხი, სულ მალე ძვირად დაუჯდება წინ დაუხედავი სტუმართმოყვარეობა. მომავალი საუკუნეების განმავლობაში აფხაზეთში სულ უფრო და უფრო იზრდება აღნიშნულ ხალხთა რაოდენობა. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ითქვას მთავარი, ყველაზე ნიშანდობლივი არგუმენტი. საქართველოს ეთნიკური განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში აფხაზეთში დომინანტურ ეთნიკურ უმრავლესობას აფხაზები, იგივე ქართველები წარმოადგენენ. აფხაზეთი, ისევე როგორც დანარჩენი სამეფო სამთავროები, არაერთხელ ყოფილა მტრის სამიზნე. მაგალითად, როდესაც 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერიას ბოლო მოუღეს, მეორე წელსვე ზაფხულის დამდეგს ოსმალური ესკადრა თავს დაესხა სოხუმს, დაიპყრო და გადაწვა ქალაქი. ეს იყო ოსმალთა პირველი თავდასხმა საქართველოზე. მიუხედავად რამდენიმე ანტიოსმალური აჯანყებისა, სოხუმი თურქთა ბატონობის დასაყრდენი გახდა. მომავალ საუკუნეებში ტყვეთა ყიდვის შედეგად მთელ საქართველოს დიდი დაღი დაესვა, მათ შორის აფხაზეთსაც. სწორედ აქ იყო ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი. საქართველოს სამეზობლოში მალე ახალი ძლიერი სახელმწიფო რუსეთი გამოჩნდა. მე-18-მე-19 საუკუნეებში მეფის რუსეთმა ერთი მეორის მიყოლებით მფარველობის ქვეშ აიყვანა ქართული სახელმწიფოები, მათ შორის 1810 წელს აფხაზეთიც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგიონის მთავარმა გიორგი შარვაშიძემ თავადაზნაურობასთან ერთად რუსეთის ერთგულებაზე ფიცი დადო. ფიცის ტექსტი კი ქართულად იყო შედგენილი,
რადგან აფხაზეთის სამთავროს ოფიციალურ ენად ისევ ქართული ენა იყო აღიარებული. ქართველებსა და ადიღეებს შორის ურთიერთობის დაძაბვა ამავე საუკუნეში დაიწყო, რაშიც დიდი წვლილი რუსეთის იმპერიას მიუძღვის. ამ დროიდან ისედაც მრავალ ეთნიკურ აფხაზეთში კიდევ უფრო დიდ ნაკადად მოედინებოდა ჩრდილო კავკასიური ტომები, რომლებიც მოსვენებას უკარგავდნენ იქ მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩრდილოეთიდან ჩამოსული აფსუას ტომი შემდგომში თავის თავს აფხაზებს უწოდებს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს კულტურული პროცესი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. გარეგნულად ყოველივე, რა თქმა უნდა, ისე გამოიყურებოდა თითქოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების კეთილდღეობაზე ზრუნავდა. განსაკუთრებით ეს აფხაზური დამწერლობის შექმნაში გამოვლინდა. აფხაზეთში რუსული იმპერიის ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიქართული პოლიტიკა იმდენად აშკარა იყო, რომ ამის უარყოფა თვით რუს მკვლევარებსაც კი არ შეუძლია. 1864 წელს რუსეთის ხელისუფლებამ, ისევე როგორც დანარჩენი ქართული სამეფო სამთავროები, აფხაზეთის სამთავროც გააუქმა. საგულისხმოა, რომ ქართულ სამეფო სამთავროებს შორის აფხაზეთი ყველაზე დიდხანს ებრძოდა რუსეთის დამკვიდრებას საქართველოში და საკუთრივ აფხაზეთში. ამის მაგალითია მრავალრიცხოვანი აჯანყებები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ რუსეთმა ქართულ სამეფო სამთავროებს შორის აფხაზეთის სამთავროს გაუქმება ყველაზე გვიან მოახერხა. რუსული მმართველობის შემოღებამ მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია და 1866 წლის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს გახდა. ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო აჯანყება და შემდეგი 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საერთო ჯამში 50,000-ზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა სამშობლო, მათ შორის ქართველების მნიშვნელოვანმა ნაწილმა. ეს მოვლენა ისტორიაში მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი. ამ ყოველივეს შემდეგ თითქმის მთლიანად გაუკაცრიელდა ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური აფხაზეთი ქართველებისგან. 1918-21 წლებში პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ბოლშევიკური რუსეთის წაქეზებით აფხაზეთში რამდენიმეჯერ მოხდა ანტიქართული აჯანყება, თუმცა მათი ყოველი მცდელობა კრახით დასრულდა. მოგვიანებით 1921 წლიდან, მას შემდეგ რაც კომუნისტური რუსეთის მხრიდან ძალადობრივად დაემხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბოლშევიკურმა წყობილებამ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა საქართველოსა და ქართველიერის საწინააღმდეგო. ამავე წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ამ პერიოდში რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების მცდელობას, რაც მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის მონდომებით ჩაიშალა. თუმცა 1931 წელს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთი იქცა ავტონომიად საქართველოს შემადგენლობაში. 1956 წლის 9 მარტის მოვლენათა შემდეგ აფსუათა ბოღმამ ერთბაშად იფეთქა, რაც ანტიქართულ მოძრაობაში გამოვლინდა. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. 1988 წლის ნოემბერი შეიქმნა აფხაზთა სახალხო ფორუმი აიდგილარა, რომელიც უკიდურესად ანტიქართული განწყობილებით გამოირჩეოდა. აიდგილარას ინიციატივით მიღებულ იქნა ეგრეთ წოდებული ლიხნის მიმართვა, რომელიც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას მოითხოვდა. ამ ამბის გახმაურებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მთელ საქართველოში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 1991 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ რუსეთი კვლავინდებურად აგრძელებს თავის პროპაგანდისტულ პოლიტიკას აფხაზეთში, რათა შექმნას ამ რეგიონში დაძაბული და ფეთქებადი სიტუაცია. მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენენ. 90-იანების დასაწყისში ქართველთა რაოდენობამ 45%-ს გადააჭარბა. აფსუელთა რაოდენობა კი 17%-ს აღწევდა. მიუხედავად ამისა, მათ ჰქონდათ ხმათა უმრავლესობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, ჰქონდათ გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზიები, სწავლება სკოლებში საკუთარ ენაზე, ჰქონდათ უნივერსიტეტიც. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეროვნულ უმცირესობას თავი დაჩაგრულად არ ეგზნო. ამის მიუხედავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სეპარატისტულად განწყობილი დეპუტატების მეშვეობით უბრალო უმრავლესობით იღებს მთელ რიგ ანტიკონსტიტუციურ დადგენილებებს, მათ შორის გადაწყვეტილებას ეგრეთ წოდებული აფხაზური გვარდიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამ და სხვა მრავალმა პროვოკაციულმა ქმედებამ 1992 წლის 14 აგვისტოს საბედისწერო ომამდე მიგვიყვანა. მართალია, დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ის იდეოლოგია და გაყალბებული ისტორია, რომელიც ამ 70 წლის მანძილზე მანამდე კი მეფის რუსეთის დროს 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნულ რეგიონში ინერგებოდა, ჩვენ წინააღმდეგ განაწყობდა თითქოს დაპყრობილნი იყვნენ ქართული სახელმწიფოს მიერ. სინამდვილეში კი ეს ტერიტორია ჩვენი ისეთივე ძირძველი რეგიონია, როგორც ჩვენ სახელმწიფოში შემავალი ნებისმიერი სხვა კუთხე.